კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა. უსმენთ რადიო იმედს, გიყვებით საქართველოს კანონებზე მარტივად და მოკლედ. ამჯერად რუბრიკის თემა პენსია. დავაკონკრეტებ პენსია, რომელიც ასაკის გამოინიშნება. აქვე განმარტოთ, პენსია არის პირისთვის დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკი. ეს მამაკაცების შემთხვევაში 65 წელია, ხოლო ქალებისთვის 60. პენსიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დაგროვებითი პენსია, რომლის მიხედვითაც მომავალი პენსიისთვის თანხები სპეციალურ ფონდში რეგულარულად იდება და ინვესტირდება. საქართველოში 2018 წელს განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად შეიქმნა საპენსიო სააგენტო, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც დასაქმებულები ან თვით დასაქმებულები არიან. დაგროვებითი პენსიის სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის გარდა იმ პირებისა, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა მამაკაცის შემთხვევაში 60 წელი და 55 წელი თუ პირი მდედრობითი სქესისაა. ამასთან აღსანიშნავია, რომ დასაქმებული, რომელსაც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს მონაწილე, შეუძლია უარი თქვას დაგროვებით პენსიაზე. საინტერესოა, როგორია დაგროვებითი პენსიის სქემა. ის ეფუძნება დაგროვების შემდეგ პრინციპს: 2%-ს მივუმატოთ 2% და მიმატებული 2%. რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2%-ს, დასაქმებული 2%-ს და სახელმწიფოც 2%-ს. მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს. თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე 20 ლარს და სახელმწიფოც 20 ლარს. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ეხება ასევე თვით დასაქმებულ პირებსაც. ამ შემთხვევაში თვით დასაქმებულ პირებს ფონდში შემოსავლის 4%-ის გადახდა უწევთ, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ 2%-ს იხდის. უნდა იცოდეთ, რომ დაგროვებითი პენსიის სქემის პარალელურად მოქმედებს სახელმწიფო პენსიის პროგრამაც, რადგან დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და კომპენსაციით უზრუნველყოფისგან დამოუკიდებლად. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დაგროვებითი პენსიის პროგრამის ფარგლებში მინიმუმამდე არის დაყვანილი დაგროვილი თანხის დაკარგვის რისკი. დაგროვებული პენსია არის კერძო საკუთრება, მასზე წვდომა არ აქვს არც სასამართლოს და არც ბანკს. მაგალითად, არ შეიძლება ამ თანხის ჯარიმის დასაფარად გამოყენება. მოკლედ, იცოდეთ და იყავით დაცული. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ნანი მაისურაძე. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.